აღნიშნულებს და ნომერი პირველი პრობლემა. რატო ეს ნომერი პირველი პრობლემა? ჩვენ კოლეგები ის ადამიანები მის მონაწილეობს პოლიტიკურ პიარში, ვისაც ქონია გამოცდილება და ვიმუშავა პოლიტიკურ პიარში, ძალიან რთულია საკუთრივ кейსების მოძება ამართულებით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ანუ რეალურად ეს არის პრობლემა გახსნილობის, გამჭირვალეობის, პოლიტიკური პიარი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვართ ელექტორატთან ურთიერთობა, აქ განკუთვნილად რაღაც მანიპულაციებიც არის საუბარი. რთულია მაგალითად ჩემთვის მისაღიარება, რომ მე ვსახურობ ამ თემის დამკვეთს, ამ რეგიონალ აღიაროს ის არის თქვა ამოწმული დაკვეთის კონსულტანტი, ერთადერთი შემთხვევა, რომელიც მახსენდება, ეს არის დროინდელი, როდესაც ღიაფიცობით, რომ შალვა რამიშვილი არის პრეზიდენტი პიარი და რეალურად ძალიან ცოტა შემთხვევა მახსენდება, როდესაც და ეს არის ძალიან გამჭირვალე პროცესი. ამიტომ პოლიტიკურ პიართან დაკავშირებით ამ წიგნში გარკვეული პრობლემები შეიძლება შევხვდას кейსების პროცესით და მაინც ჩემი მოგებების დახმარების იმედი მაქვს. ჩვენ ერთად გავავლით ამ საკითხს, იმიტომ რომ მინდა რომ ეს იყოს საინტერესო თითოეული პროტაგონისტის გენდერული ბალანსი პროფესიაში. ну ეს გაშენებულია თქვა მე მუშაობ კომპანიაში 90% არის მართლოსანი. ახალ მარკეტინგის გრუპის დასწავლების კომპანია, თუმცა ალბათ ესეც არის გარკვეული ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენს ბაზარზე ხდება ალბათ პოზიტიური ცვლილება. ხალის როლი იზრდება, ჩვენს საფუძველზე მოხდა. ამის დასწრული არის პიარობის, რომელიც უმეტესობა გუნდის არის მარკეტინგსანი. და ეს ზოგადად ტენდენცია სოფლიოში, იმიტომ რომ ადრე იყო პრობლემა, რომ ადამიანს ხალბატონებს უთითენ აგრეთვე მინორიტეტული ხალბატონები ეს იყო დისკრიმინაციული და ეს სოფლიოში შეიქმნებოდა 90-იან წლამდე და საქართველოში დღეს უკვე ნელა შეიქმნა ტენდენცია შეიძლება ეს სექსისტურად მოგიჩვენოთ, მაგრამ ეს მეტწილად ხანდახან უთითიან ხალბატონებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ისინი ხალბატონები არიან. არის შემთხვევები. მინდა რომ გამოცდეთ ეს პროფესიაში მათი ჩართულობა, თუ როგორ მოვიდნენ, როგორ გამომთავრდა სფერო მათი მეშვეობით. აუცილებლად დაეცნობა ეს ნაწილი ზიგში ხალბატონების საქმიანობას და ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან დახმარება მოხდით, რომ თქვენ დაგიგზავნით შემდგომი ფარს, რომელშიც თხოვშევთ, რომ შეშემოწმოთ ხოლმე სწორედ იქიდან ამოვიღოთ ინფორმაცია თუ სტესტიკები დასაწყისი და გამომხდარი კომპანიაში მათგან თუ მამაკაცებია სპეციალისტი. ალბათ ეს საინტერესო ინფორმაციაა, რომ თქვენ ზრდის პროცესი ამ დროის განმავლობაში ჩვენ რეალურად გავიზარდეთ და უფრო დიდი ნაბიჯები წავიდით. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ საქართველოს ბაზარზე 2013 წლის მონაცემებით 460 კომპანია და ორგანიზაცია თავობის აფეთქებას მოსახლეობას და პროდუქტებს უშუალო კომერციულ სექტორში და ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც პერიოდი დამთავრების, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ თავში დავუბრუნდით პროფესიონალ პროფესიონალამდე ეს მხოლოდ ჩვენს თქვათ რესურსებს, შინაგან რესურსებს არ გულისხმობს პროფანაცია. ეს გულისხმობს, რომ ბაზარი არ არის დამთავრებული, შეუძლებელია კომპანიის საქმიანობის წარმატება, პოპულარიზაცია, არ არსებობს რეალურად კონკურენცია. ამ შემთხვევაში გულისხმობია სოციალ-სამართლის ორგანიზაცია ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ რეალურად საქართველოს ვითარდება. და მე მიხარია კონკურენტული გარემო სწორედ ის ფაქტორია, რომელიც ფონდს ჩვენ ინტელექტუალურ პოტენციალს პროდუქტს გამოვამჟღავნებთ. პირველი ასოციაცია, რომელიც ჩდება ამ პროდუქტს. გლობალურს, ხო? იცოდა შენ თეორია. იცოდა. იმიტომ რომ პიარი ქმნის ნდობას, ხოლო ხშირ შემთხვევაში არის ისე, რომ ის სპინი, რომელსაც ტრენებს, ისათვის საჯარო სტრუქტურა მიცემად, ქმნის ნდობას და ამ შემთხვევაში სლენგით ვაპატიეთ, მაგრამ მეთოდის შემთხვევაში ხდება გაბრალება ამა თუ იმ მოვლენის. და სწორედ ეს არის, სადაც მე მოვაპარაკა წიგნში, მინდა რომ ვისაუბროთ სამთავრობო საჯარო ორგანიზაციებში საზოგადოებათან ურთიერთობის სტრუქტურების დამთავრებაზე, თუ როგორ ხორციელდება და ახორციელდება, რა გამოწვევები არსებობს მათგანში კომერციული კომპანიებთან დასწავლების ალბათ მეტად უფრო მნიშვნელოვანია გამჭირვალეობა, სანდოობა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ორგანიზაციებს სამინისტრო და ასე შემდეგ აქვთ ექსკლუზიურობა და მონოპოლია, ძალდატანებით განახორციელებს თავისი საქმიანობა.
ეს შემდგომში თუნდაც ეს რეპერტუარი რომელიც არსებობს მას პროდუქტობას ამ პროდუქტს მანდ შეუძლებს არჩევნებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სამწუხაროებასთან ურთიერთობის სფეროზე ვლაპარაკობთ ორგანიზაციებში. ამ შემთხვევაში გახსენდება ძალიან კარგი შემთხვევა. მაგრამ ამ პროდუქტი არ არის ჩვენი პროექტი დაბაში. არის ძალიან საინტერესო кейსი. გახსოვთ ბანკის სერგეენკოს ministris Tavros Sergeyenkos უნდა შეწყო რომ ჩაში მოჭირდა დაინახა ადამიანი რომელსაც გადაყო ფაზიანები თვალხები ეს ხო შეწყო როდესაც მან როგორც ექიმა გამოჩინა უბრალოდ პასუხობა მან შეიქმნა ხალხი გადაუჭირა გაზარალებს ბარდაკი და ამ ხალხს სწორედ ინახავენ ამ კლინიკაში ჩარჩოში როგორც ვიცით ამ პრობლემები გამოდავა ეს არის ფაქტორი, რომელსაც სწორედ სანდოობის ფაქტორი, რომელიც სამსახურში იქნება თუ სამსახურის გარეთ ამის მეშვეობით იქნება ლეგენდა, რომელიც გადაიტანს ნებისმიერ ეპოქას და ეს ლეგენდა იწვევს სერგეენკო იქნება მინისტრი თუ არ იქნება. ყოველ შემთხვევაში საინტერესოა ამ ასპექტშიც გამოვიმოუწყოთ ფაქტობრივად გადაგვიწევთ. პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მათ შორის ეს არსებობს რაღაც ტექნოლოგიური ბარიერები და პრობლემა უნივერსიტეტის პროფესორის და ვერტუალ თავის მოძე თეორიული ნაშრომები არსებობდა პლოტუს ენაზე, როდესაც გამოვიდა ისურა. ეს ისტორიული ძალიან მნიშვნელოვანია, სასწავლო მნიშვნელოვანია კი არსებობდეს განათლების ძალიან ძველი და განვითარებული სისტემა და არსებობს უამრავი სასწავლებელი პროფესორები, მათ შორის ინჟინერები, რომელიც პროფესორების განვითარების მუშაობენ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ამ სლაიდის ამ თანხის პრობლემები და მე შემოყვანილ რომელიც შემოყვანილ აშტონკებისაც უკაზე ამიტომი საქართველოს მოგიწრო აგუნდა ბაზარზე პროფესიული განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კურსები და ამის შესახებ აუცილებლად ვახსენებთ წიგნში იქნება განხილვა თუ ვითავაზობდა საგანმანათლებლო ბაზარზე საინტერესო პროდუქტები და ასე შემდეგ. ვიარქული თუ გახსოვთ ჩვენ 2005 წელს საუბრობდით რომანი კონფერენციაზე ამ იმასაც უზღვარებს ის ჩვენ სადაც ჩვენ საუბრობდით ონლაინ რეალურად ოფლაინ განათლების პრინტები მაგალითად ხარჯავთ ეს მოგილება გამოვიდა იაგების წინაშე ეს არის განხორციელებული ალბათ არ იქნება უტილება და პატი უფრო ეს არის უცნობა და ამის შემოგვიდგება ალბათ ასოციაციის შექმნა და მინდა რომ ის სტუდენტები იქნება თუ როგორი პრაქტიკოსები მათ გაიგონ თუ საიდან იწყებოდა თეორიის იდეა, საიდან იწყებოდა ამის განხილვა, აქტუალური საუბარი და ასე შემდეგ. Case study. ძალიან მნიშვნელოვანია. დელაპის მიერ თავისი შეტყობა გამიგიყო, მართალი ესე ეზონებოდა კორპორატიული შეფასების გამოცემას, ისა დაიწყო კითხვა. შევთანხმდით თუ რომელი პუბლიკაცია რამასალა ახდენდა მათ გავლენას ყველაზე მეტად. ამ ადამიანებს ახსენებს, ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია მათ პროფესორ ანალიზს. ალბათ აქედან გამომდინარე არსებობს ძალიან დიდი ფორმულა, რომ წარმატება უდრის მოტივატორს და გუნდურია პროდუქტის წარმატებას. ამიტომ ფეროს პოპულარიზაციის უსაფრთხო მაშინ სტუდენტებმა თავის სამიზნე კარგი იქნება თუ ესეთი кейსები რეპუტაციის მარკის სპეციალური კომუნიკაციის პოზიტიური პრობლემები და ასე შემდეგ იქნება შესული ამ წიგნში და ამაში გუნდურია როგორც საკონსულტაციო კომპანიების თანდაჭირი დახმარების ასეთი პროგრამის იმიტომ რომ ეს წიგნი რეალურად მოსახურებული სფეროს პოპულარიზაციას სოციალურ გამოსცემა ძალიან კარგი თავის პრეზენტაცია სპეციალიზირება მათ შორის კომუნიკაციაზე და მათ შორის ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზები დავუშავოთ თქვენ ხაზაჭერა დასწავლების ნეტმა გამწვავ მუშაობის პროცესში ითანამშრომლობთ ალბათ მე დაგიგზავნოთ პროექტთან და ამის დიაგნოზი დახმარება დამკვირვება კითხვა იქნება ეს თუ ყოველდღიური
ინფორმაცია, რომელსაც იმედია თქვენ დახმარებით დავამუშავოთ. მოკლედ მინდოდა ამითქვა, ვინმე კაიტი მადლობა ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის, ფორმისთვის და რაც თავარია თვითონ იდეისთვის. ეს რაღაც ერთგვარი არა მარტო მემატიანია ჩემი აზრით, ანუ აი ამ პიარის საქართველოში, არამედ ძალიან საინტერესო დანარჩენი ციგნის ფორმატი, რომელიც ავისი შეიძლება ბევრ მე არც გამიგია, არც მომისმენი, არც მინახავს და ძალიან კარგი კონკურენცია შეიძლება გაუწიოს ზოგადად ასეთი ტენდენციური ციგნის ბაზაზე, არ ვიცი, მაგრამ